გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღობი მე დავით ახლებიანი. ჩვენი სტუმრები არიან პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ შხენტი და გენერალური მდივანი თემურ ფიფია. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმებით პატიციელ მაყურებელს. მოდით საუბარი დავიწყოთ იმ ფაქტით, რაც მოხდა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვარს აცხადებს, ვარი განაცხადა, შეხვედროდა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ფინეთის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელს ელინა ვალტონენს. მანამდე მან მართალია შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან, იქნა დასმული კითხვებიც, მაგრამ მთავარი შინაარსი ამ ვარისა გახდათ ის, რომ ფინელი ქალბატონი იმყოფებოდა ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მიტინგზე მხარდასაჭერად, გამოხატა თავისი მხარდაჭერა, ანუ რუსთაველზე ეს ადამიანი ბრძანდებოდა. შესაბამისად, ეს გახდა ირაკლი კობახიძის პოზიცია, რომ არ შეხვედროდა მას. აქ რა თქმა უნდა პოლიტიკური კომპონენტია და ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი. ეხლა ეუთო არ არის ხელწამოსაკრავი ორგანიზაცია იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ევროპის უსაფრთხოების ორგანიზაცია, ანუ ფაქტობრივად გაერთიანებული ევროპის უსაფრთხოების სამსახურია, გნებავთ უშიშროების სამსახური, ანუ დატვირთვა აქ როგორც ერთ-ერთ მსხვილ მასშტაბურ სპეც ორგანიზაციას, რომელიც აკვირდება პოლიტიკურ მოვლენებს. ბატონო მიხეილ, მოდით თქვენით დავიწყოთ, როგორი იქნება თქვენი შეფასება? პრინციპში გამბედავი ნაბიჯი იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ეხლა არ მინდა რომ ვინმე ჩამითვალოს ადვოკატობად ირაკლი კობახიძის მიმართ, ვინაიდან თავად მის პერსონასთან დაკავშირებით კიდე სხვა პოლიტიკურ თემებზე მოგვიწევს საუბარი ჩვენ გადაცემის მსვლელობისას. ბატონ დავით, ვერც მე, ვერც ბატონ თემურს, ვერც თქვენ და ჩვენ პარტიას ვერ დაგწამებს, რომ ჩვენ ბატონი კობახიძის ადვოკატები და ქართული ოცნების გამართლებლები და ის ხალხი ვართ, რომელიც ყველაფერში მხარს უჭერს ქართულ ოცნებას. ჩვენ ძირითადად ხარს უჭერდით და ეხლაც უჭერთ ხარს იმ ასპექტში, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა დაებრუნოს სუვერენიტეტი. ერთი მომენტი იყო ეს ომში არ ჩართვა, რაც რა თქმა უნდა უკვე საკმარისიც არის ცოტა მეტიც, მაგრამ ეხლა არის სუვერენიტეტის დაბრუნების სხვა ეტაპი, როდესაც მაგალითად იგივე აი ამ ქალბატონს, რომელიც მხარს უჭერს ოპოზიციას და პრაქტიკულად მიდის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, იდგა იმ მიტინგზე, რომელსაც ოპოზიცია მართავს და რატომ უნდა შეხვედროდა პრემიერი, ანუ რაზე უნდა ესაუბრა, როდესაც დისკრედიტებულ ოპოზიციას ხვდება მაღალჩინოსანი, ევროპელი მაღალჩინოსანი, დღეს რატომ უნდა შეხვედროდა ჩვენი პრემიერი? რა აუცილებლობა იყო ამაში და მე სიხარულით მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ არაერთი თვე და არაერთი წელი მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დღევანდელ პრემიერს, ყოფილ პრემიერს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ საქართველოს დააფიქსიროს თავის პოზიცია, რომ საქართველოს ეს არის სახელმწიფო, უბრალოდ რომელიც იბრუნებს სახელმწიფოებრიობას და მე ხშირად მითქვამს, რომ ჩვენ კოლონიური დამოკიდებულება გვქონდა და უნდა გამოვიდეთ ამ კოლონიური დამოკიდებულებიდან. და აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ლოგიკური გადაწყვეტილება არის. მე იმედი მაქვს, რომ გარდა ამ შეხვედრის გაუქმებისა, კიდევ ბევრი შეხვედრა გაუქმდება, გამომდინარე იქიდან, თუ ჩვენი ეგრეთ წოდებული დასავლელი პარტნიორები და მეგობრები იმოქმედებენ ისე, როგორც მათ ინტერესებშია და არა ქვეყნის ინტერესებში. დადგება იქ იტალიის ელჩი. ანალოგიურად იქნება პასუხი მოსათხოვი იტალიის ხელისუფლებისგან. დადგება საფრანგეთის წარმომადგენელი ანალოგიურად. ანუ ერევით ჩვენ საქმეში, ერევით საქართველოს შიდა პროცესებში, რომელიც მხოლოდ ერთი რამისკენ არის მიმართული, რომ საქართველო იყოს ვასალურ მდგომარეობაში დასავლეთთან და აქედან გამომდინარე ძალიან მისასალმებელია კიდევ ერთხელ ვიტყვი, მივესალმები იმას, რომ ეს ნაბიჯი გადადგა საქართველოს პრემიერმა. ამავე დროს დავძენ იმასაც, რომ უკრაინასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამეორდები ის დროშები, რომელიც შემორჩენილია სახელმწიფო სტრუქტურებზე, მათ შორის უნივერსიტეტის წინ, უკრაინის მოფრინალე დროშაც, კაი ხნის წინ ჩამოსახსნელი იყო და მე მგონი ესეც მოხდება. მოხდება იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნახლა დაინახა.
და მოდით ნახავთ ვთქვათ ფინეთი რა არის? ფინეთი ეს არის ახალი ნატოში შემავალი ქვეყანა, რომლის თავარი ამოცანას დასავლეთმა ამ ქვეყანას დააკისრა ანტირუსულ კოალიციაში შესვლა. ეხლა ჩვენ გვინდა ახალი თავის ატკივება და ახალი თავსატეხი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ გალაშქრებული ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა ფინეთი საბჭოთა კავშირის ანუ როგორც იყო, ერთ-ერთი შემავალი ის იყო სატელიტი და ვთქვათ, თლათ არ იყო მე-16 რესპუბლიკა, მაგრამ იყო ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირის გავლენა ჰქონდა და დღეს იგი არის ასე ვთქვათ, ანტირუსულ კოალიციაში და ძალიან კარგია. ეს კიდე ერთი ნიშანია და კიდე ერთი შეტყობინება მათ შორის რუსეთის მიმართ და რუსეთისკენ, რომ საქართველო იჭერს ნეიტრალიტეტს და ცდილობს იყოს ნეიტრალური. აი, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ, პირადად მე მხარს ვუჭერ და იმას გამოთქვამ, რომ არაერთი მსგავსი განცხადება გაკეთება და არაერთი მსგავსი შეხვედრა გადაიდება იმ ქვეყნების წარმომადგენლებსაც, ვინც ერევა ჩვენ სუვერენიტეტში. მე მგონი საკმარისია დასრულდეს 35 წლიანი კოლონიური დამოუკიდებლობა და საქართველო მიაროს დამოუკიდებლობის მოპოვების გზისკენ. საქართველოს არ მოუპოვებია დამოუკიდებლობა 90-იან წლებში, ჩვენ ახლა ვიწყებთ დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ბრძოლას. კი ბატონო. და ბატონ თემურ. ეს ქალბატონი ახლა არც მეტი არც ნაკლები მივიდა იმ ოპოზიციონერების მხარდასაჭერად, რომლებიც პირდაპირ ღიად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, ახლა მთელი ეს ბოლო რამდენიმე წელია, ევროპის თავიანთი გაგების, ევროპული მომავლის გულშემატკივრები არიან. ახლა ამ ფინელმა ქალმა რა უნდა ქნას? ახლა ეს არ არის პატარა თანამდებობა, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეობა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნები უკვე ჩატარებულია, მართალია თვითმმართველობის, მაგრამ ჩანს, რომ ისევ ხელისუფლებაში არის მართველი ძალა. თუ კი ეს ქალი ჩამოდის, რომ შეხვდეს ხელისუფლების პირველ პირებს, მაგრამ პარალელურად ამისა გადის რუსთაველზე, გუშინ იყო ეს ფაქტი, გუშინ იმყოფებოდა ის რუსთაველის პროსპექტზე და ხვდება ამ ოპოზიციის წარმომადგენლებს. და შესაბამისად პრემიერ-მინისტრი შემდეგ აუქმებს მასთან უკვე ჩანიშნულ შეხვედრას. ეს პირდაპირი გზავნილია, რომ ხდება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, ყოველ შემთხვევაში ასე მესმის მე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა ეს გრძელდება პერმანენტულად? მარტო ეს ვალტონენი ხო არ არის? მანამდე სხვა ასეთი ფაქტები იყო, სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყანათა ელჩები იქცეოდნენ ანალოგიურად და ახლა ერთია რომ პარლამენტის სპიკერმა, პრემიერ-მინისტრმა, ქალაქის მერმა აკეთონ განცხადებები, რომ იცით რა, ეს არ არის სწორი ყოველი ასეთი ნაბიჯის შემდეგ და პერმანენტულად. ანუ ორი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან და შედეგი რა არის? მარტო დეკლარირებისა, რომ ერევით ჩვენ საქმეებში. და ამასობაში დრო მიდის. ანუ ეფექტი რამ უნდა გამოიწვიოს საბოლოო ჯამში? ის რომ არ შეხვდა კობახიძე ამ ვალტონენს გასაგებია. შეიძლება რაღაც საინტერესო საკითხებზე ესაუბროთ. მათ შორის აი უსაფრთხოების, გეოპოლიტიკურ საკითხებზე, ვის რა ინტერესი აქვს აქ რეგიონში და ასე შემდეგ. და რა მოთხოვნები აქვს თავად ბრიუსელს, თუ კი გრძელდება ჩვენი გზა ისევ ევროპისკენ, მაგრამ ამავე დროს ქმედებით აი ეს ოპოზიცია თუნდაც რითაც უკმაყოფილოა და ისმის ეს ბრალდებები, რომ ხელისუფლებამ გადაუხვია ამ ევროპისკენ სწრაფვის საქმეში. აი, შესაბამისად, აქედან გამომდინარე ჩდება ეს კითხვა, როდამდე შეიძლება გაგრძელდეს აი ეს ყოველივე. აი ეს ქალბატონი შეხვდა მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე ქალბატონს და როგორც თქვენ ბოდიში ამ ცოტა ვულგარული იმისთვის, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება ითქვას, ტრუბაში გააძვნა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი. კი არის ტანადი ქალბატონი წვრილი და არ გაუჭირდებოდა ტრუბაში გაზრობა, მაგრამ ნამდვილად ასე მოხდა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ერთდროულად ასრულებს ეუთოს თავმჯდომარის მოვალეობას ახლა, ჩამოვიდა იმისთვის, რომ ულტიმატუმი წაუყენოს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული დღევანდელ მთავრობას.
და აქედან გამომდინარე, აი როგორი ენით ესაუბრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრს ჩვენსას. გვერდიგვერდ იდგნენ, ჯერ ერთი იქ რა საუბარი იყო, ყველაფერს ალბათ არ გვეტყვის ინფორმაციის საშუალებები. მერე გვერდიგვერდ პრესკონფერენციაზე და ესაუბრებოდა აი როგორც ქვეშევრდომს, როგორც ვალდებულს, რაღაცა დიდი ვალდებულები დატვირთულ ჩინოვნიკს, ქართულ ჩინოვნიკს, რომელსაც ვალდებულება გააჩნია ევროკავშირის მის წინაშე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლის წინაშე. და მისი მისვლა მომიტინგეებთან ეს ლოგიკური იყო და ლოგიკურია კობახიძის უარით შეხვედრაზე, იმიტომ რომ იქ სხვა საუბარი არ შედგებოდა და ახლობით იგივე შედგებოდა, რაც შედგა საგარეო საქმეთა მინისტრთან. ახლა კობახიძე ხო იცის შინაარსი იმ შეხვედრის და იმ საუბრისა. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია, რომ მან უარი თქვა, აზრი არ ქონდა შეხვედრას და ეს გარკვეულწილად დემარშიც არის, იმიტომ რომ ცალმხრივი მეგობრობის ჩარჩოში ეს არ ჯდება ნამდვილად. ეს დემარში და მე ულოცავ პრემიერ-მინისტრს და კობახიძეს ასეთ ეს იშვიათ შემთხვევა, მე არ მახსოვს მეორე ასეთ შემთხვევა ჩამოსული მაღალჩინოსანი ევროკავშირიდან რომ უარი გაისტუმრეს და არ შეხვდა პრემიერ-მინისტრი. ყოველ შემთხვევაში ალბათ მაინც სხვებისგან განსხვავებით გადმოპორტირებული არ არის კობახიძე ნაციონალური მოძრაობიდან ოცნებაში. და ეს გავლენას ახდენს მის გადაწყვეტილებებზე. ამას ჩვენ მივესალმებით, რა თქმა უნდა, ეს არის სუვერენიტეტის გარკვეული ნიშანი, მაგრამ სუვერენიტეტამდე ჩვენ დიდი მანძილი გვაქვს. იმიტომ რომ თუ ესე იგი დავუკვირდებით ქართული ოცნების იდეოლოგების საუბარს, ისინი არაპირებენ ალტერნატივის მოძებნას. დღევანდელ სამყაროში ძალიან ძნელია პატარა ქვეყანა მით უმეტეს გაჭირვებულმა ქვეყანამ ცალკე იმოქმედოს და ცალკე იცხოვროს და ცალკე აშენოს საზოგადოება და ქვეყანა. და ჩვენ ვერ ხედავთ ალტერნატიულ გზას. ევროპას უარი უთხრეს ამათ, ხო? და გარკვეულ იდეოლოგიებს რო უყურებთ და უსმენთ ქართული ოცნებისა. ასე პირდაპირ დავასახე, მაგალითად ხაინდრავა რა. ესე ისე ისაუბრა იმასთან, რა ქვია, ქალბატონ ლალი მარუშკინასთან, რომელიც ტელეიმედის ის არის წამყვანი, აი საზიზღარი გადაცემა იყო რა. საზიზღარი გადაცემა. ჯერ ერთი მარუშკინა პიროვნება, რომელსაც უნიტაზები მქონდას რუსეთის საელჩოსთან, როგორ შეიძლება რომ ესე იგი მოწეული იქნას რუსულ ინფორმაციის საშუალებებში. ეს უკვე პირდაპირ მოდით შევიკავოთ თავი ასეთ უშუალოდ. რახან დავიწყე ბოლომდე ვიტყვი. მე ვიცნობ ამ ადამიანს და უბრალოდ მე თავად არ მინდა რომ უხერხულად უგრძნობდე თავს მის მიმართ. სხვა საკითხია მისი პოლიტიკური ხედვები. ეს მესმის. თქვენ არ გეხებათ, მაშინ მე ვიგრძნობ თავს, მე არ ვიგრძნობ უხერხულად თავს და ეს არის იდეოლოგია, ესე იგი რუსეთი არ გვინდა, ევროპა არ გვინდა. მაშინ რა ცალკე ვერ ვიცხოვრებთ. დღეს მოусმინე იმას, რა ქვია, ანალიტიკას საკმაოდ სერიოზული ანალიტიკოსია. ერთ-ერთი ქართველი, რომელიც ამბობდა ამიერკავკასიის, ანუ სამი რესპუბლიკის კონგლომერატზე და ერთიანობაზე, ეკონომიკურ და ძალიან ფრთხილად, მაგრამ გარკვეულ კავშირზე და ინტეგრაციაზე ამ სამ რესპუბლიკას შორის. სხვა ალტერნატივა მან ვერ ნახა, გოგავაზეა საუბარი. ეს არის ჭკვიანი კაცი, რომელმაც იცის და თანაც უარყო, რომ ჩვენ არ უნდა შევიდეთ და ვერ შევალთ ისეთ გაერთიანებებში, ევროკავშირი გადახაზა, რა თქმა უნდა, და ვერ შევალთ ერთდროულად ისეთ ძირ კავშირებში, როგორიცაა ბრიქსი, როგორიცაა შოსი და ასე შემდეგ. აი დააყოლა არგუმენტი, იმიტომ რომ დიდი ქვეყნები მონაწილეობენ, რუსეთი და ჩინეთი ქონდა ალბათ მხედველობაში. და მსოფლიო იცვლება, თვითონ გოგავამ კარგად იცის, არის ჭკვიანი ანალიტიკოსი, კარგად იცის, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ის მიყვება ეთყობა ქართული ოცნების აი ამ საერთო პოზიციას. მე რატო ვამბობ, აი ბატონმა მიხეილმა თქვა, რომ ვიწყებთ სუვერენიტეტისთვის ზრუნვას და კობახიძის ეს ნაბიჯი არის სუვერენიტეტის ზრუნვა, რასაც მივესალმებით. მაგრამ სუვერენიტეტი იზოლაციის გზით არ გამოდის და არ გამოვა. ყაველაშვილის ვიზიტები თურქეთში და ჩვენი
თავრობის წევრების კურკური თურქულ მხარესთან ალბათ იმას ემსახურება, რომ აი ამიერკავკასიის აი ამ სივრცეში რაღაც ახალ წარმონაქმნში იყოს მონაწილეობა, რომლის უკან დგას თურქეთი. ალბათ ეს ასე არის, ჩვენ ამ საკითხს შევეხებით. რადგან თურქეთი ახსენეთ, კი ბატონო, აი ბატონ მიხეილთან გადავალ ახლა კითხვით. ბატონ მიხეილ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ახლა უცქირა გუშინდელ საფეხბურთო მატჩს. ახლა მართალია სპორტია, პოლიტიკასთან პირდაპირ არ არის კავშირში, თუმცა ბევრი ამბობს, რომ საერთოდ სპორტი პოლიტიკასთან კავშირში არ არის, თუმცა ვიტყოდი, რომ პირიქით ხანდახან დაკავშირებულიც არის. ჩვენ ვიხილეთ საქართველოს პრეზიდენტი თურქ კოლეგასთან ერთად ტრიბუნაზე რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, რომელიც თავის დროზე საკმაოდ კარგი ფეხბურთელი იყო ახალგაზრდობაში. და როგორი გახარებული იყო თავისი ნაკრების მოგებით, რომელმაც დაამარცხა ჩვენი საქართველოს ნაკრები. ყაველაშვილიც ასევე კარგი და ესეთი ფეხბურთელი იყო, მე ახსოვს, როდესაც პირველი მატჩებით ტარდებოდა საერთაშორისო ჩვენი ნაკრების, აი საერთაშორისო ენაზე, ასე ვთქვათ, ინგლისურად ცხადებდნენ, რომ მაიკლ ყაველაშვილი substitution რაღაცა რომელიღაცა შეიცვალა. მაგრამ ყაველაშვილი ნუ არ იყო კმაყოფილი ამ შედეგით, მაგრამ ჩანდა, რომ ის უფრო ესეთი რა სიტყვა მოუძებნო, ანუ უსუსურად გამოიყურებოდა თავის თურქი კოლეგის ფონზე. ნიშნავს თუ არა ეს, რომ თუნდაც ამ საფეხბურთო მატჩის დროს ისინი პოლიტიკურ თემებზე საუბრობდნენ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ერდოღანს აქვს რაიმე ისეთი ბერკეტები, რომ საქართველოზე ესეთი გავლენა კონდეს, რასაც პრეზიდენტს პირდაპირ ეტყოდა, საქართველოს პრეზიდენტს გულისხმობ. ნუ თავად ამ მატჩის შესახებ ცალკე თემა არის, შეიძლება ამაზე ბევრი მსჯელობა, თუმცა სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, მე მინდა ბატონ თემურის ნათქვამს დავამატო, რომ აი ამ ქალბატონის უთოს წარმომადგენლის და ხელმძღვანელის შეხვედრა ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოს მხრიდან უნდა იყოს უფრო მეტად განმარტებული. ანუ პირდაპირ უნდა თქვან რა ესაუბრა, ამაზე უნდა ბრიფინგი მოეწყოს, შეხვედრა ტელევიზიით. აი, ჩვენ ხო ვამბობთ ხელისუფლება, რომ აი deep state-მა დამანიშნა ეს deep state-მა მომახვია თავზე კოჰაბიტაცია. ოდეში ბატონო მიხეილ, deep state-ზე იყო საუბარი, რომ ეს ქალი deep state-ის დავალებით, ნუ ზოგიერთმა ილაპარაკა. ხო, ანუ უკანა დროით არ უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ეს გაგვიკეთეს. დღეს შეგვიძლია შეხვედრა და გამოვიდეს საგარეო საქმეთა მინისტრი არ მინისტრის მოადგილე და თქვას ამ ქალმა რა ელაპარაკა, როგორ მიგვაყენა კედელთან, რამაც გამოიწვია შეხვედრა. ეს უბრალოდ თემის შესავსებად. რაც შეეხება ეხლა ბატონი მიხეილის ვიზიტს თურქეთში და თურქეთის დამოკიდებულებას, თურქეთი დაახლოებით 35 წელია პოსტსაბჭოური სივრცის მაყურებლად დანიშნა ბრიტანეთმა. ამაზე ახლა ჩვენ ნუ ვიკამათებთ, ეს შეიძლება სხვანაირად ფიქრობდნენ, მაგრამ ასე გამოვიდა 260 მილიონიანი სუყე ეკონომიკა დასავლეთმა გადასცა თურქეთს და ჩვენ გვახსოვს 90-იანი წლების თურქეთი და გვახსოვს დღევანდელი თურქეთი, რამხელად ცა დედამიწაა განსხვავება. ეხლა მეორე მომენტი, ორი საქართველოსთვის ორი უდიდესი დღესასწაული, დიდგორობა და სვეტიცხოვლობა, აი ამ ორ უწმინდეს დღესასწაულზე ჩვენი პრეზიდენტი ჩაიყვანეს, სხვა შორის აქაც განმარტება უნდა მისცეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომ მე არ ვთქვა რომ ეს გვაიძულესო. დღეს ვეთქვა რატო ჩაიყვანეს, რატო მოხდა ისე რომ როგორც ამბობენ სოციალებში, რომ საქართველოს გულშემატკივრებს არ მისცეს ქართული დროშის გაშლის უფლება, რატო მოხდა ის რომ ამ ბატონ ერდოგანს თურქული ასე ვთქვათ დროშის კაშნი თუ შარფი თუ როგორც არის ქონდა და საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს დროშაც არ ქონდა მიმაგრებული ასე ვთქვათ პიჯაკზე, აღარ საუბრობ აი ქართული დროშის სიმბოლიკით გამოხატულ გულშემატკივრის პოზიციას. რატო ხდება ის, რომ თურქეთი როგორც ვასალს, ანუ რა გამოდის, ჩვენ გამოდივართ დასავლეთის დაქვემდებარებიდან, დასავლეთი აღარ არის ჩვენი პატრონი, ვცდილობ დასავლეთისგან დავიხსნათ თავი. იქ მოვახდინოთ დეკოლონიზაცია და ამ დროს სხვა სურათია, ხო? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით თურქეთის ინტერესების საუკუნეების მანძილზე საქართველოსთან მიმართებაში, კარგად ვიცით ეს რა ქვეყანაა, ჩვენი მეზობელია, მაგრამ ძალიან ბევრი პრეტენზია ტერიტორიული მათ შორის ჩვენ გვაქვს თურქეთთან, თუ რუსეთთან გვაქვს, თურქეთთანაც უნდა გქონდეს. თურქეთს აქეთ აქვს. ხო, აქეთ აქვს და კიდე რაღაცეების მიმატებას და უბრალოდ ძალიან ცუდად ჩანს საქართველოს პრეზიდენტი
ამას გულისკევილით ვამბობ აბსოლუტურად, იმიტომ რომ როცა იტყვი 100 უნდა თქვა ბეს, ხო? როცა პრემიერ-მინისტრი ამ ნაბიჯს დგავს და ცდილობს სუვერენიტეტი დაიცვას, ამ დროს მისი პრეზიდენტი, რომელსაც დიდწილად წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს, ჩადის ქვეყანაში, სადაც მის მიმართ და საქართველოს მიმართ ჩვენ გვქონთ უპატივცემლობას. გავიხსენოთ წინა ვიზიტში რამხელა პროვოკაცია მოუწყო ერდოგანმა, როდესაც თურქი მესხების ჩამოსახლება, რაც პროტოკოლში არ იყო გაწერილი და სამწუხაროდ ჩვენ იქ ვერ მოვახერხეთ და ჩვენი დელეგაციის სახეები რო გენახა დელეგაციის წევრები მივხვდებით რომ ძალიან ნაწყენები და შეშფოთებულები გახდნენ. მესხეთელი თურქების. ხო, მესხეთელი თურქებია თუ როგორც ქვია მაგათ. ანუ თუ კიდევ ერთხელ დეკოლონიზაციას ვაკეთებთ ევროპის მიმართ. ვიყოთ თანმიმდევრული და იგივე პირობები დაუყენოთ თურქეთის მხარეს. აღარ არის ეს ის თურქეთი, პირდაპირ ვიტყვი, რომელიც იყო 35 წლის წინ. დიდ პატივს მე თურქეთში ხშირად ვარ ნამყოფი, შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის კუთხით, ვიცი ამ ქვეყნის კულტურა, ვიცი ამ ქვეყნის გავლენა, მაგრამ სოფლიო იცვლება, როგორც ბატონმა თემურმა ბრძანა და აი ამ ცვლილებებში ჩვენ კიდევ ერთხელ არ უნდა აღმოჩნდეთ უკანა დროით მიმდევარი ამის. ანუ ჩვენ წინ კი არ ვასწრებთ პროცესებს, უკან მივდივართ პროცესებს და კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან სამწუხარო სანახაობა იყო ჩვენი პრეზიდენტის იქ ყოფნა, ელემენტარულად შეიძლება არ წასულიყო. 1001 საშუალება და მიზეზი და საბაბი იყო შეიძლება მოეგონა, რომ არ ჩასულიყო და აი ეს რაც ხდება ჩვენს მიმართ და ამას ყველა ქართველი ხვდება, რომ თურქეთი ხელების გადაგრეხვაზეა გადასული. ამიტომ ეს უნდა დასრულდეს და ამიტომ აი რაც თქვით ბატონო თემურ, როცა შენ ამას იცავ, შენ უნდა ავტომატურად მოძებნოს სხვა ორგანიზაციები, სადაც შენ ინტერესებს როგორც თანატოს, თანასწორს მიგიღებენ იგივე ბრიქსი და იგივე შოს. აი როგორ შეიძლება ამის დასრულება, ეს უკვე ცალკე საკითხია, ჩვენ მარტო ამას ვერ შევძლებთ. გამორიცხულია. ჩვენ ვერაფერ ვერ შევძლებთ მარტო. აქედან გამომდინარე, ახლა დათოს თავისი გეგმა აქვს გადაცემის და არ მინდა ჩავი. ხო, არა, თავად მატჩსაც მაინც ორი სიტყვით რო თქვა, ახლა მართლა სოციალურ ქსელში რო გადავხედე უკვე შედეგის შემდეგ გულშემატკივართა განცხადებებს, იმ სტატუსებს, ანუ უკმაყოფილება დიდია, რა თქმა უნდა. მე ვიტყოდი ახლა მაგალითად გუნდთან, გასაგებია რომ გუნდი თამაშობს, მაგრამ მწვრთნელზეც იყო აქ აქცენტები გაკეთებული, ახლა საკმაოდ კარგი ფეხბურთელი იყო ვილი სანიოლი. კარგი შედეგი დადო ევროპის ჩემპიონატზე. იყო იქ ტაქტიკური მომენტებიც, რა თქმა უნდა, ანუ უფრო მნიშვნელოვანი იყო ჯგუფიდან გასვლის თვის, თავის დაზოგვა და შემდეგ რომელიღაც მატჩი, ვთქვათ, მომდევნო მატჩი გამარჯვება, მაგრამ მაშინაც იგრძნობოდა, რომ ის საბოლოო ჯამში არ აკეთებს აქცენტს აი ვაბანგზე წასვლაზე, ასე ვიტყოდი. ვინაიდან აი ისევ და ისევ ეს ტაქტიკური მომენტი იყო და ახლა ჩვენ ნახეთ რომ ბოლო შანსიც რომ სოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მოხვედრილიყო ეს შანსი პრაქტიკულად ამოწურულია. აი ეს გუშინდელი მატჩი თურქებთან იყო ამის დასტური ახლა. პატარა ანგარიშითაც არ წავაგეთ 4-1 ეს საკმარისი იყო ახლა თურქეთის ნაკრებისთვის რომ იბრძოლოს მეორე ადგილისთვის, მაგრამ თავი და თავი რა არის ამ ჩემი მონოლოგის რომ წარმოვიდგინეთ ახლა აი გვერდიდან რო შევხედოთ ახლა deep state ამბობენ ახლა საფეხბურთო სამყაროსაც ყავს თავის deep state FIFA-ს სახით. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს დიეგო არმანდო მარადონას იმ ცნობილ სიმღერაშიც არის, რომ მარადონაო სულ FIFA-ს ებრძოდაო. ახლა წარმოვიდგინეთ აი მარტივი საკითხი არის. ესპანეთი ძლიერი ეკონომიკის მქონე ევროპული ქვეყანა, რამდენი მილიონია მოსახლეობა, შემახსენეთ ბატონ მიხეილ 40 თუ 55 მილიონი ადამიანი. თურქეთი 80 მილიონიანი ქვეყანა, ჩვენ ვნახეთ როგორი ცხელსისხლიანები არიან თურქი გულშემატკივრები. თავად სტამბულში იქ არის უბნები ახლა ეგ აგვისტოში ხომ ჩემი თვალით ნახე სერიოზული ფულის მქონე ადამიანები ცხოვრობენ ელიტარულ უბნებში, ანუ ლამბორგინიზე და ფერარიზე ნაკლებ მანქანებში არ სხედან. ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვინ უფრო მისაღები იქნება, რომელი ქვეყნების გულშემატკივრები ფინანსური საკითხი რომ მოგვარდეს და მოგებანახოს მსოფლიო ჩემპიონატმა და FIFA-მ. ესპანეთის და თურქეთის თუ
ერთი ციდა საქართველოსი და ბულგარეთის, რომელიც რაღაც რიგ საკითხებში საქართველოზე უარეს მდგომარეობაშია. ედირნედან რო გადახვალთ კაპიტან ანდრეევოში, კრამიტებია ჩამოყრილი საკუთარი სახლებიდან, აი იმერეთის მიტოვებულ სოფლებში არ არის ისეთი მდგომარეობა, რაც ბულგარეთში დღეისათვის. ხო და მე ახლა აიტყვიან მარადონა მემარცხენე იყო და იქ კასტრო მოწონდაო და ჩეგევარა მოწონდაო, მაგრამ არის რაღაც ამაშიც ახლა თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან რო გავედით და პორტუგალიის ნაკრების თამაშთან იქ სალომე ზურაბიშვილი რო იყო ამოკვეტებული პორტუგალიის პრეზიდენტთან. ამანაც გააჩინა კითხვები. ხვდებით, მე იმის თქმა არ მინდა რომ ჩვენმა ბიჭებმა და ნაკრებმა არ ითამაშეს შესაბამისად, მაგრამ დავხუროთ ეს საკითხი, ეს რა თქმა უნდა არის აქ შეთქმულების თეორიის ელემენტები, ამიტომ არ მინდა რომ ამაზე რაღაც ისეთი აქცენტები იყოს გაკეთებული. ერთი დამატება თუ შეიძლება. მარადონას FIFA რო არ მოწონდა, იმიტომ მოწონდა კუბა და ნუ შესაძლოა ეხლა ის მემარცხენე იყო თავის პოლიტიკური ხედვებით. ბატონო მიხეილ, ეხლა რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს იმ აქცენტებს პუტინის გამოსვლისა ბევრი განცხადებები იქნა გაკეთებული და ნუ ეს თავიანთი როგორც პოლიტელიტა, ასევე მოსახლეობა ნუ მხარდაჭერას გამოხატავს ამ კაცის მიმართ და უკრაინის საკითხი კვლავ ღიარჩება. დასავლეთში არის შიში, უბრალოდ მთელი რიგი ქვეყნები ამბობენ რომ რუსეთი ემზადება ომისთვის თავად ევროკავშირთან. თქვენ როგორ ხედავთ ამას? ეს არის უბრალოდ თვალებში ნაცრის შეყრა და თადარიგის დაჭერა, თუ მართლაც შეიძლება მოხდეს ასეთი რაღაც, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი მივიდეს ფრონტალურ დაპირისპირებამდე ევროპულ ქვეყნებთან? ძალიან მოკლედ ვიტყვი ბატონ თემურს, რო არ წამოვარდოთ რონდორ წინა კითხვაზე, ალბათ პასუხი აქვს ბატონი ყაველაშვილის ჩასვლაზე. რუსეთთან მიმართებაში დასავლეთი ატარებს უბრალოდ იგივე პოლიტიკას, რა პოლიტიკას გაატარა დასავლეთმა დონბასის და ლუგანსკის რეგიონებში. ანუ რის თქმა მინდა, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რომელიმე ცხელი წერტილი გააჩინონ ან ბალტიის პირეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კალინინგრადთან, ან დნესტრისპირეთში. ანუ მათი განცხადებები რუსულად არის ზავედამა. წინასწარ არის იმისთვის გათვლილი, რომ აი ჩვენ არ გვინდოდა, მაგრამ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მე რუსეთი აიძულონ, სულ რამდენიმე დღით ან რამდენიმე საათით ადრე დაასწრონ იმ პროცესებს, რომლის არ დასწრების შემთხვევაში რუსეთს შეექმნება კოლოსალური საფრთხე. და კიდევ ერთი დღეს უკრაინა დგას დიდი ჩაბნელების, პოლიტიკურად ჩაბნელებულია გასაგებია, ფიზიკური ჩაბნელების წინაშე. თითქმის ნახევარი კიევი უკვე მეორე თუ მესამე დღეა გათიშულია და კიდე ერთი ესეთი შეტევა მე უკრაინელ ბლოგერებს და პოლიტოლოგებს დავესესხები ამას, კიდე ასეთი მსგავსი შეტევა და შეიძლება კიევი საერთოდ გაითიშოს ელექტროენერგიისგან. აი მე რა პროცესები დაიწყება და ამ ფონზე კიდე ერთხელ გულის ტკივილით მინდა ვთქვა, ну რა თქმა უნდა გაყალბებულია ეს მონაცემები, მაგრამ ზელენსკის აქვს 60%-იანი მხარდაჭერა. 30 მაინც ხო აქვს. კაი გაყალბება 30, ანუ 30% მოსახლეობის უკრაინის დღეს ამ კაცი ჭამიას უჭერს ხარს. აქ სხვა პროცესებთან აქვს საქმე, სხვა პრობლემასთან აქვს საქმე და არ შეეხება ბატონი პუტინის გამოსვლას, ორდე სიტყვას ვიტყვი. ახალი იარაღზეა საუბარი, რომელიც არავინ არ იცის რა არის და კიდე ერთხელ დასავლეთმა უკრაინა გაწირა და ვინ იქნება შემდეგი? აი სწორედ ამიტომ ვცდილობ საქართველოს რომ ვიყოთ ნეიტრალური და ამიტომ ვცდილობ რომ ფინეთის წარმომადგენელს ასე ვთქვათ ესე მოვექცეთ, რომ ჩვენ არ ვიყოთ შემდეგი. არავინ არ მინდა შემდეგი იყოს, მაგრამ ნუ სამწუხაროდ დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი რომელიმე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა იქნება ან ბალტიის ქვეყანა. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. ნეტავს ვწდებოდე, მოდის მოვიხთ. კი ბატონო, და ბარემ გავაგრძელოთ ეს საკითხი, ბატონ თემურ. ახლა მედვედევი ამბობს მაგალითად ეს ყოფილი პრეზიდენტი რუსეთის, რომ ტომაჰავკის ფრთოსან რაკეტებს თუ გადასცემენ უკრაინას, ეს შეიძლება ცუდად დასრულდეს უპირველეს ყოვლისა თავად ტრამპისთვისო. ანუ ვიცით რომ ამერიკელები აპირებენ უკრაინისთვის ტომაჰავკების გადაცემას. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ეს რამდენიმე წელია გრძელდება ეს ყველაფერი? იქიდან გააკეთებენ განცხადებას ატლანტიკის გაღმა ნაპირიდან, ან ვაშინგტონიდან, მერე ეს რუსები პასუხობენ და მიდის ეს პინგ-პონგის თამაში უკვე 3 წლის განმავლობაში და თან პარალელურად იბომბება ესაცუდავი უკრაინა. ამას წინათ ერთ-ერთი
ანალიტიკოსი წერდა, რომ სულ დარჩება 10 მილიონი უკრაინელი ამ ქვეყანაში. ანუ ეს მენტალურად მათ სურთ ასე რომ გაუწყდეთ უკრაინაც არ დარჩეს, მაგრამ ჩვენ ხომ მაინც გამარჯვებულები ვიქნებით. ანუ ასეთი მიდგომა აქვთ, როგორც ჩანს. მე აქ გულისხმობ აი ულტრანაციონალისტურად განწყობილ უკრაინელებს. ხო, აი მარტო მაგათ აქვთ ეს მიდგომა, საერთო ჯამში მოსახლეობა მშვიდობას სურს. უკრაინაში და რუსეთშიც. ინფორმაციის საშუალებების ძალა ძალიან დიდია, აქედან გამომდინარე ზელენსკის აქვს გარკვეული მხარდაჭერა, რა თქმა უნდა. მცირე ნაწილი ალბათ მოსახლეობის, მაგრამ იქ არავის არ უნდა უკრაინაში. რაც შეეხება უკრაინის გათიშვას, რუსეთს დიდი ხანის წინ შეეძლო ეს, მაგრამ რუსეთი არ ბომბავს იმ კვანძებს, რომელსაც შეუძლია უკრაინა შუქის გარეშე დატოვოს. ეგ ასეთი შეთანხმება ეთყობა ისეთი დაუწერელი კარს მიღმა შეთანხმება, რომ უკრაინა არ ბომბავს და არ ანადგურებს, არ ახორციელებს შეტევას რუსულ ენერგო სისტემაზე, მათ შორის ნავთობ გადამუშავებელ საწარმოებზე და რუსეთი არ ანადგურებს აი ამ ელექტრო სისტემებს უკრაინისა, მაგრამ ეს უკრაინულმა მხარემ კარგი ხანია დაარღვია და ეს პირველი ნიშნებია ახლა რუსეთმა რაც განახორციელა კიევის ელექტროსისტემებთან დაკავშირებით ალბათ არ ფთხილებს რუსული მხარე რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენეს განსაკუთრებით ნავთობ გადამუშავებელ მრეწველობას უკრაინულმა მხარმა რუსეთში. რაც შეეხება ტომაჰავკი ეს ჩვენ ვიცით ამ სიტყვის ეტიმოლოგია ეს არის სიტყვა რომელიც აღნიშნავს პატარა ნაჯახს ინდიელებისა ეს არის საბრძოლო იარაღი ტომაჰავკი ვისაც წაუკითხია დაუშვათ მაინრიდი და ვისაც წაუკითხია ხო ჯეიმს ფენიმორ კუპერი თავის დროზე მაგათმა იციან რას ნიშნავს ეს და თვითონ იარაღიც ეს ტომაჰავკი ეს არის იარაღი შეტევითი იარაღი რაკეტა რომელიც შორმანძილზე ზუსტად ანადგურებს დიდი უზარმაზარი ძალის მქონეა და ზუსტად ანადგურებს მსხვილ ობიექტებს. ეს რა თქმა უნდა ესკალაციას ნიშნავს უკრაინის ფრონტისა და ახალ ფაზაში გადასვლას ნიშნავს აი ამ დაპირისპირების. მე მგონია რომ შეიძლება გადასცენ კიდევაც, იმიტომ რომ რახან საუბარი დაიწყო ყოველთვის ასე იყო, რომელიღაც რაღაცა ახალი იარაღის გადაცემაზე იწყებოდა საუბარი და ის უკვე იყო უკრაინულ მხარის განკარგულებაში, ან გადაეცემოდა აუცილებლად. ასე იყო დაუშვათ იმ ტანკსაწინააღმდეგო, რა ქვია, იმ იარაღს ჯაველინები, რომელმაც ტრამპმა გადასცა სხვათა შორის პირველად და არა ბაიდენმა და ასე იყო საბრძოლო თვითმფრინავებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ამ სტუდიიდან, თქვენი სტუდიიდან, ბატონო დავით, რომ ეს არის დაპირისპირება ეგზისტენციალური. ეს არის ანტაგონისტური დაპირისპირება დასავლეთსა და გაერთიანებულ აღმოსავლეთ სამხრეთ აღმოსავლეთის შორის, სამხრეთსა და აღმოსავლეთის შორის რუსულად კარგად გამოდის ეს ანუ დაპირისპირება უფრო კონკრეტულად პეკინ მოსკოვის ღერთსა და ვაშინგტონს შორის. თავისი მოკავშირეებით თუ შეიძლება ქვია ამ ევროკავშირის უკვე ისინიც დაიქვემდებარეს. ან ერთი მხარე იმარჯვებს, ან მეორე მხარე იმარჯვებს. სხვა გამოსავალი აქ არ არის. ესეც დაკავშირებულია ახალ ეპოქასთან, რომელიც დგება. ახალი ტექნოლოგიური ეპოქა, ახალი საწარმო ძალები გადადიან ახალ სულ სხვა ეპოქა დგება. ამ თვალსაზრისით ეს საკმაოდ ისეთი ძალკეს გადაცემა უნდა მიუძღვას ადამიანმა. ამას დაახლოებით იგივე დაპირისპირება, რაც იყო სოციალისტურ ბანაკს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობით და დასავლეთ შორის. იქ იდეოლოგიაც იყო და ასე შემდეგ. სხვათა შორის პუტინმა აღნიშნა იდეოლოგიასთან დაკავშირებით. ხო. და მე მინდა ბატონო დავით თქვენგან ნებართვა მითხოვო თუ არის საშუალება აი ყაველაშვილთან დაკავშირებით თუ ესმის ჩვენს ესე იგი ვინც გვეხმარება რეჟისორს ეგ არის ორი სურათი როგორ მდგომარეობაშია ჩვენი პრეზიდენტი ყაველაშვილი ერდოგანთან შეხვედრისას
და როგორ მიიღო ჩინეთის ხელმძღვანელმა ღარიბაშვილი, ჩვენი პრემიერ-მინისტრი. ხო, აი ჩვენი დროშები, ბატონო, ამ დროშასთან ჩემი სპეციფიკური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ მაინც ეს არის საქართველოს სახელმწიფო დროშა და ის არის ძალიან ისე ამაყად გამოფენილი, ასე ვთქვათ, სი ძინპინის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მმართველის და გავლენიანი პირის უკან. და როგორ მდგომარეობაშია ჩვენთან ახლოს თურქეთში, ჩვენ მეზობელ ქვეყანაში ერდოგანთან ჩვენი, ესე იგი, პრეზიდენტი. აი ეს არის დამოკიდებულება ბატონო ჩემო, სხვათა შორის ეს სურათი ღარიბაშვილს უფრო მეც პატივცემდა ერდოგანი ვიდრე ყავილაშვილი. აი ჩანს. მაგრამ მე სხვა რამის თქვა მინდა ჩვენ მთავრობას და ქართულ ოცნებას არ უმართლებს პარტნიორებში. იმიტომ რომ ცალმხრივ მეგობრობაზე გადავიდნენ, ამ რეჟიმში გადავიდნენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან დღეს და ყაბახიძის ეს დემარში ნამდვილად მისასალმებელია აი ამ ფონზე. და პარტნიორები უნდა ვეძებოთ სხვაგან. წარმოგიდგენიათ, დავით, ჩვენი პრეზიდენტი ყავილაშვილი დაუშვათ მოსკოვში ჩასული, როგორ მიიღებდნენ? აი ასე მიიღებდნენ. ჩვენ ხო ვაჩვენეთ როგორ მიიღო ღარიბაშვილი სი ძინპინმა. და თელმა საქართველომ გაიგო და იქ ჩვენ დავდეთ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, ეს სხვათა შორის ღარიბაშვილის დამსახურებაც იყო თავის დროზე. და წარმოვიდგინოთ როგორ იქნებოდა დახვედრა მოსკოვში ჩვენი ოფიციალური პირებისა. სულ სხვანაირი. იქ რა თქმა უნდა ჩვენ პრობლემები გვაქვს რუსეთთან. ამ პრობლემების გათვალისწინებით იქნებოდა სულ სხვანაირი დახვედრა, სულ სხვანაირი ატმოსფერო და შეიძლება მოგვეგო კიდევაც ეს თამაში, იმიტომ რომ კი ბატონო, ბატონო მიხეილ, ახლა ინფორმაცია გამოჩნდა სულ ახლახანს დაიდო და ფინური მედია უკვე საუბრობს იმაზე, რომ ეს ელინა ვალტონენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გრაფიკის ცვლილების გამო თავად გააუქმა. ჰელსინკინ სანომატი აუცილებს ამას ფინური გამოცემა. ხო, ანუ მათაც ამოქოქილი ყავთ ეს მედია საშუალებები. ეხლა მოდით მიამიტები ნურავინ ნუ ვიქნებით, დასავლური მედიაც მუშაობს უნისონში თავიანთ ხელისუფლებებთან. ხო გვახსოვს ჩვენ ერთი 20 წლის წინ როგორ შემოდიოდნენ და დემოკრატიაზე იყო ქადაგება მათი მხრიდან, თუმცა შემიძლია დავადასტურო, რომ ყველა დასავლური მედია საშუალება პირველ რიგში მუშაობს საკუთარი ქვეყნის, ასე ვთქვათ, ინტერესებზე. და ნუ შესაბამისად ეხლა ეს გაათეთრეს ეს ქალი იმ თვალსაზრისით, რომ არა თურმე ყობახიძემ კი არ გააუქმა მასთან შეხვედრა, არამედ თავად გააუქმა გრაფიკის ცვლილების გამო. ახლა ბატონი თემური საუბრობდა რუსეთში ჩასვლის შემთხვევაში როგორ შეხვდებოდნენ ქართულ დელეგაციას. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო მიხეილ? ნუ ადრე თუ გვიან ეს შეიძლება მართლაც მოხდეს, მაგრამ აი ასეთი დახვედრა, როგორც ბატონი თემური საუბრობდა, თუნდაც ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან იქნებოდა თუ არა ეს რეალობა, მიუხედავად იმისა, რომ აი ეს პრობლემები ორ ქვეყანას შორის არსებობს. რაც დღეს გვაქვს, კი ბატონო. რაც მალე ჩავალთ ჩვენ მოსკოვში, მით უფრო დახვედრა იქნება პომპეზური. მეგობრული და ეს დახვედრა იქნება როგორც შეეფერება და მე გარანტიას გაძლევთ, რომ რუსეთის ხელისუფლება ჩვენ პრეზიდენტს თუ პრემიერს დახვდება როგორც თანასწორს და როგორც პარტნიორს. იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს მე-19 საუკუნეში, როდესაც ჩვენი თავადები მე-19-ის ბოლოს და მე-18-ის ბოლოს და მე-19-ის დასაწყისში ჩადიოდნენ ჩვენი თავადები და როგორი ღირსებით ხდებოდნენ იქაური თავადები. იყო ნათქვამი ტიკნიას, იაკნიას. ახლა ჩვენ თავადს და რუს თავად შორის დაწყებული მიწის საკუთრებიდან დამთავრებული გლეხების საკუთრებით განსხვავება იყო 1000-თან, მაგრამ ის პატივსცემდა, იმიტომ რომ მას რანგი ჰქონდა თავადის და ის იღებდა როგორც თანასწორს და ღირსებით ხდებოდნენ და ჩვენ გვახსოვს ჩვენი თავადების მთელი კოჰორტა იყო, რომლებიც გახდნენ გენერლები და ნუ ახლა ბაგრატიონზე უკვე არ აღსაუბრო, მასთან ერთად 1000-ობით გენერალი მსახურობდა. 35-ზე მეტი გენერალი. ანუ 1000-ობით გენერალი მსახურობდა, მაგრამ მე სხვა რამის შიში მაქვს. თურქეთი არ გახდეს ის ზალა, რომელიც რუსეთს აფიქრებიებს კავკასიაში ცოტა სხვა მოქმედებების ჩატარებას. ანუ
თურქეთი არ გახდეს ევროპის ჩამნაცვლებელი და გამაღეზიანებელი ფაქტორი კავკასიაში. რატომ? გეტყვით. ისტორია მეორდება. ვერც დასავლეთმა ისწავლა ჭკუა 812 წლიდან, მე 51 წელს და ვერც სამწუხაროდ თურქეთს რამდენი ომი ქონდა. თუმე დიდ ომზე ვიძახ, ხო? რუსეთთან. ათობით მეტი, 12 ომი. ათობით ომი იყო, ბრძოლა და იყო რამდენიმე დიდი ომი, ხო? ერთხელ მახსოვს, ორ წუთს აგართოთ, ანკარაში არის რუსეთის საელჩო მოგეხსენებათ, ებერთელა ტერიტორია არის, სამარშრუტო პატარა მიკროავტობუსები გადაადგილდებიან შენობებს შორის და 95 წელი იყო თურქეთის პარლამენტის დაარსების იუბილე იყო და მიღებაზე იყო შუმეიკო რუსეთის პარლამენტის ზედაპალატის თავმჯდომარე, ჩვენი დელეგაცია იყო საქართველოსი და რაღაც წავიდა ხუმრობით საუბარი და ვლადიმერ შუმეიკომ მოუხმო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და პანო იყო ძალიან დიდი პანო არის საელჩოში მიღების დარბაზში არის დაახლოებით ალბათ 20 მეტრი 10 მეტრზე სადაც რუსეთის ჯარი როგორ ანადგურებს თურქეთის ჯარს და ანუ ხა შამპანიურ ხელში რაღაცა მეგობრდა აჩვენა რომ შეხედო და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესე გააკეთა ნო და გაიქცა ანუ რის გამინდა მე არ მინდა გამეორდეს ის შეცდომები დაუშვას თურქეთმა და ვიღაცის მიერ გათამამებულმა და გაკელკელავებულმა, თორე ეს თურქეთისთვის ცუდი იქნება და ჩვენთვის შეიძლება იყოს პრაქტიკულად დამანგრეველი. არ გადავაქციოთ საქართველოს უკვე ერთი, ასე ვთქვათ, გამოვდივართ ერთი ბრძოლის მომენტიდან და მეორე ფრონტიდან და მეორე ფრონტი ჩვენ და უნებლიეთ არ მოხდეს. იმიტომ ღელავთ ჩვენ რომ ჩვენ პრეზიდენტს იქ შეხვდეთ როგორც დავუშვათ სუბუქად არ აღირსეულად. აი ერთი მომენტია, ბატონ მიხეილი, დამთავრე და ვიტყვი. ხო, არა, ეს ანგლოსაქსები უკან არ დაიხევენ. ჩვენ ჯერ რუბიკონი გადავლილი არ გვაქვს, რომ გამოვიდეთ ანუ მეორე ფრონტის მდგომარეობიდან. შეიძლება დასავლეთმა არ გახსოვს, მაგრამ აქ სხვა ძალებს გაახსნებინონ. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. აი ეს არის საფრთხე. ჩვენ არასწორად არ უნდა გავიგოს ტელემაყურებელი თითქოს თურქეთთან ურთიერთობების წინამდები ვართ. ჩვენ ევროკავშირთანაც არ ვართ წინამდები, რომ საქართველოს კონდეს ნორმალური ურთიერთობები ეკონომიკური და ამ შემდეგ. გერმანიასთან, ფინეთთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ევროკავშირთან საერთო ჯამში. მაგრამ აი ეს ურთიერთობები არ უნდა იყოს მესამე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული. ამაშია. მაგაზია მე მაგის შეშინა. პირველ რიგში რა თქმა უნდა რუსეთთან, რომელთან ჩვენ კონფლიქტური სიტუაცია ასე თუ ისე გვაქვს, აფხაზეთია, ცხინვალის რეგიონია. ჩვენი პრობლემები გვაქვს, რომელიც უნდა მოვაგვაროთ და თუ ეს ურთიერთობები იქნება, რომელსაც ჩვენ თავზე გვახვევენ, ის მხარე გვახვევს, ევროპული მხარე. და ჩვენ მთავრობას ეს ნამდვილად არ უნდა ახლა. კი, გიდასტურებთ ამას. ხო. და ამას არ უნდა ავუყვეთ ახლა თურქეთი გამოჩნდა ასეთი. და ჩვენ გვინდა რომ მოუწოდოთ და მოუწოდებთ კიდევაც ჩვენ მთავრობას რომ ვისაც ხელეწიფება რომ თურქეთთან ურთიერთობაში არ უნდა შევიდნენ ისეთ ურთიერთობაში რომელიც მიმართული იქნება რუსეთის წინააღმდეგ და ამის გარანტია იქნება რომ რუსეთი დაუშვათ არ იფიქრებს ამაზე და რუსეთი არ დადგება ასეთი ესე იგი დილემის წინაშე რომ აი საქართველოს და თურქეთის ურთიერთობა სამხრეთ კავკასიაში წარმოქმნილი ანტირუსული რაღაცა უცნაური სივრცე ახალი რომ თურქეთის მონაწილეობით რომ ამაში საქართველოს რომ მონაწილეობს ამაზე რო არ იფიქროს და იეჭვიან რა თქმა უნდა ჩვენ უნდა აღვადგინოთ რუსეთთან აქედან გამომდინარე დიპლომატიური ურთიერთობები და უნდა ვილაპარაკოთ რუსებთან და უნდა დავარწმუნოთ და არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, რომ საქართველოს არ იქნება გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ არც ერთი სხვა ქვეყნის მიერ. თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი რა თქმა უნდა ინტერესები, რომელსაც ჩვენ გავატარებთ რუსებთან ურთიერთობაში. ანუ რუსული გამოთქმა პროცევკავო დრუჟიმ, აი ვის წინააღმდეგ მეგობრობთ. ეს თემა უნდა დაიხუროს. ხო, იგივე თქვენს. ხო, ანუ რუსეთმა არ უნდა ჩათვალოს. ფორმატიულ, ხო, არ უნდა ჩათვალოს, რომ აქედან რამე საფრთხეა, მაგრამ მე იმასაც დავძენ, რომ ანგლოსაქსებისთვის აბსოლუტურად სულ ერთია თურქეთის გაწირვაც. მით უმეტეს საქართველოს და პატარა ქვეყნების თავის ინტერესების მისაღწევად. ანუ ჩვენი თურქეთთან მეგობრობა, უკვე 10 წლეულების მეგობრობა არ უნდა გახდეს მიზეზი თუ საბაბი იმის, რომ ანგლოსაქსებმა აქ მოახდინონ კონფრონტაცია და რუსეთს აჩვენონ, რომ აი
ესენი შენ წინააღმდეგ ერთიანდებიან და რუსებმა არ ჩათვალონ რომ სხვანაირად არის მოგეთანხმებით. ამისთვის არის საჭირო. აი როგორ ჩადიხარ კაი ადამიანო თურქეთში და ესწრები ფეხბურთს ანალოგიურად ჩადი მოსკოვში. იქ ჩახვედი ერთხელ, იქ ჩადი ერთხელ. ანუ ამას რუსეთი გაიგებს და რუსეთი იმაზე ვლადიკავკაზით დაიწყო კრასნოდარი. ხო, რუსეთი ძალიან კარგად ხვდება რა მდგომარეობაში ვარ, თუ ესე ერთი ნახტომით ვერ გადავალთ რუსეთის სივრცეში. მაგასაც კარგად ხვდებიან ახლა 450-460 წლიანი დიპლომატიური სკოლაა. კარგად ხვდებიან, მაგრამ აი ერთ კარში თამაში ერთ კარში აქეთ თამაში, მეორე კარში იქ და ჩვენ დრო არ აგვაქვს. აი ჩვენ დრო უკვე აღარ აგვაქვს. ძალიან ძიმე სურათი იქნება. აფხაზური გავრობა გალის რაიონის სოფლებს გადაარქვა და იქ დაარქვა აბსურდი სახელები რაღაცა ისეთი უცნაური სახელები რომელიც არასოდეს ერქვა გალის რაიონის სოფლებს მეგრული სახელები სოფლების ნუ ძირძველი ტოპონიმები იცვლება აბსურდი აი ესეთი იმით და სხვათა შორის ქართული მხარე ჩვენი თბილისიც აკეთებს ამას სამეგრელოს ტერიტორიას როგორ შეიძლება დაუშვათ იქ არის სოფელი დაუშვათ ცნობილი სოფელია გოჭკადილი ქვია მარტვილში და ესე იგი გადათარგმნეს და გაჭედილი დააწერო ეს ჩემ მშობლიურ ჯვარში არის ერთი ღელე იქ ქვედა ჯვარია და ზედა ჯვარი ძალიან კოლორიტული პატარა ქალაქი ენგურხესის ქალაქი კი ბატონო ქვედა ჯვარში აი ქვედა ჯვარი იყოფა და შუაში მოდის ღელე და იმ ღელეს ქვია შკაღალი ერქვა ყოველთვის გადააქართულეს ესა და დაარქვეს ესე იგი შუა ღელე. რა საჭიროა ეს? ამეთი თქვენ ვინც ამას აკეთებს რა, იმათ არ ემსგავსებით? რა თქმა უნდა. აფსუებს და აფხაზურ მხარეს ამეთი? ეს გჭირდება ჩვენ ახლა სეპარატიზმის გაღვივება სამაგრელოში ამეთი? და ჩვენ დრო არ აგვაქვს ისევ დაუბრუნდებით. ჩვენ აუცილებლად ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს აი ამ პრობლემებს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის პრობლემებს. და ეს პრობლემები მოგვარდება აფხაზურ და ოსურ მხარესთან პირდაპირ დიალოგით, რომ ასეთი რამეები არ სამარცხინო რაღაცა, დავარცხინოთ უნდა ეს მხარე. მაგრამ იმათთან რომ მივიდეთ, ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ურთიერთობები რუსეთთან. ბანონთებო, სანამ შემდეგ კითხვაზე ზუსტად 23 მინდა. რატომ გააფრთხილა რუსეთის ხელისუფლებამ ბატონი ერდოგანის ხელისუფლება იმ საშუალების რაც დაუდგა მას მისი შეცვლასთან დაკავშირებით და ის შეთქმულება გაატრიალებაზე. გარდა იმისა, რომ დაუშვა შეიძლება ადამიანური სენტიმენტები იყო, რუსეთისთვის მთავარი იყო იქ არ მოსულიყო ხელისუფლება, რომელიც ზუსტად იმას გააკეთებდა, რაზე ჩვენ რამდენიმე წუთში ვსაუბრობთ. კი, და რაც უკრაინაში მოხდა. რაც უკრაინა, ანუ დიდი ალბათობა იყო იქ, რომ გენერლებს ჩაეგდოთ და გენერლები მართავენ 30 წელია თურქეთს, რომ აი რაც ერდოგანი გადაარჩინეს. ხო, ერდოგანი გადაარჩინეს, იმიტომ რომ ის საფრთხე, რაც ჩვენ ახლა 2 წუთს წინ ვილაპარაკეთ, ეს საფრთხე არ დამდგარიყო. და დადგებოდა სამხრეთის მხრიდან, რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, ვიდრე დასავლეთის სტეპები. ხო და აი მაგას ვამბობ ზუსტად, რომ აი ეს საფრთხე იყო მაშინ და გააფრთხილეს 2 საათი ადრე და 22 გენერალი და რა ვიცი, ასობით პოლკოვნიკი იყო. ნუ 2016 წელი გოცნობილი პუჩის მცდელობა. თქვენ იცით რომ თურქეთში გენერალიტეტი მართავდა თურქეთს. კი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს თურქეთს. ერდოგანმა ასე ვთქვათ დაარღვია ეს ტრადიციას. დაარღვია, იმიტომ რომ გენერლებს მანქანაზე ეწერათ რამდენ ვარსკვლავიანი იყო და გენერლის სიტყვა ნებისმიერი გუბერნატორის სიტყვაზე მაღლა იდგა. ეს მოდის ათათურქიდან. ათათურქიდან და აი ეს რო არ მომხდარიყო, უბრალოდ ამაზე ვთქვი, რომ აი საფრთხე აიცილა რუსეთმა და ეს საფრთხე ჯერ კიდევ სამწუხაროდ არ არის მოხსნილი და არ არის გამორიცხული ერდოგანს ანალოგიური პროვოკაცია მოუწყო და იქ მოვიდეს ანტირუსული ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ დარტყმას გაახოცილებს ფერ საქართველოს. თვითონ ერდოგანი გახდება ანტირუსული რა არ გამختარა თუ პერიოდებით. ხო, მაგრამ ნუ ახლა ჩვენ გამწვავება, უკიდურესი გამწვავება რუსულ-თურქული ურთიერთობებისა გვახსოვს. კატასტროფულია. ფრინავი, ესე იგი, კატაპულტირებული ფრინავი როგორ ჩაწყილეს ადგილზე. გახსოვთ ხო? კი. და როგორი ურთიერთობები იყო, ესე იგი, სავაჭრო ომიც კი გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთს და ერთი სეზონი ტურისტები არ ჩავიდნენ. არ ჩავიდა და არ დაადო ემბარგო ამ ტომატებს და ელპებოდა ტონობით 10000-ობით ტონა პომიდორი თურქული დალყა. იმიტომ რომ არ შეუშვა თავის ბაზარში. ასე რომ რა თქმა უნდა, სანდო არ არის ერდოგანი, სანდო არ არის ჩვენს მიმართაც. მას ხმამაღლა განუცხადებია. ყველა ქვეყანას თავის ინტერესი აქვს. თავის ინტერესი აქვს, მის ინტერესია. აჭარა ჩაყლაპოს ჯავახეთი და მოინელოს ახალციხის რეგიონი და ასე შემდეგ და განაცხადა კიდევაც ხმამაღლა და პატაბულაძეს დავეთანხმები მაგამ ბავში რომ
რუსეთი რო არ იყოს, აი ამ ბაზებით ცხინვალსა და აფხაზეთში. ჩვენ თურქეთი ჩავყოლაბავდა. ის ბაზები კი ბატონო გარანტია იმისა, რომ ცალკე არის და ჩვენგან დამოუკიდებლად არის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ამის გარანტია, მაგრამ იმის გარანტიაც არის, რომ აქ ჩვენ თურქეთმა არ ჩაყოლაბოს. და აჭარა არ გადაყლობოს, მისი ანექსია არ გააკეთოს. და მთელი საქართველო არ ჩაყლაბოს. ნუ წინააღმდეგობრივია ეს მდგომარეობა, მაგრამ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ ამ წინააღმდეგობრივ მდგომარეობას და ამოვიდეთ ამ წინააღმდეგობრივ მდგომარეობიდან და ამ ურთულესი კვანძის გახსნა უნდა შევძლოთ. აი ეს გაუკეთებია საქართველოს მეფეებს, თუმცა ბევრი მეფე არ ყოლია მაინც და მაინც დიპლომატიური უნარით დაჯილდოვებული, მაგრამ ის ვინც ყავდა დიდი მეფეები, ურთულესი მდგომარეობიდან გამოსულან. და ყოველთვის გამოსულან ჩრდილოეთთან მეგობრობის და ჩრდილოეთთან ესე იგი დაახლოების ხარჯზე და დაახლოების საფუძველზე. აი უახლესი ინფორმაცია ახლა სანამ ბოლო საკითხს შევეხებით, თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს ქრისტიანებს ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხეთ. და ამაზე საუბრობენ უფლებადამცველები. კონფერენცია ჩატარდა სწორედ EUTHOS-ი, სადაც ამბობენ, რომ ამ ნაციონალური უსაფრთხოების დაცვის საბაბით მასობრივად ახდენს ქრისტიანთა დეპორტაციას. ეს სერიოზული ერთ-ერთი საიტია მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის და აქ დევს ეს ინფორმაცია. ნუ რას ვიზამთ? ჩვენ არ ვიგონებთ პირდაპირ დევს ოფიციალურად ინფორმაციას. ეს არის თურქეთის მტრებიც, მათ შორის ვინც ამას აკეთებს, ეს არის თურქეთის მტერიც და მთელი ახლო აღმოსავლეთ და ჩვენი სამეზობლოში დაძაბულობის მომხრე. მე სხვა ახსნას ვერ პოულობ. ის თურქეთის მტერია პირველ რიგში. კი ბატონო. და ჩვენ ცოტა დრო გვჩება დაახლოებით კიდე 8 წუთი გვაქვს და ბატონ მიხეილ, მოდით აქვე გკითხავთ ძმებ მიქაძეების საქმეზე. სერიოზული განცხადება იყო გაკეთებული მოძილაურის მიერ, რომელმაც ფაქტობრივად თავის თავზე გამოვიდა, რომ ის იყო ჩართული უშუალოდ აი ამ ცნობილ ამ ჯანგველაძის საქმესთან დაკავშირებით მაქვს მე ლაპარაკი. თქვენ როგორ შეაფასებთ? ანუ ფაქტობრივად ეს აღიარება, ასე ვიტყოდი, მიუთითებს იმაზე, რომ მიქაძეები აბსოლუტურად არანაირ, აი ვიტყოდი პირდაპირ დანაშაულის შემადგენლობაც არ იკვეთება იქ. იცით რა შეასაქმე ამ განცხადებამ, უძილაურის განცხადებამ პრაქტიკულად ეს ბოლო ორთვიანი ასე შეტევა პირდაპირ ვიტყოდი, შეტევა მიქაძეების ოჯახზე, პრაქტიკულად ჩამოშალა და მოახდინა სრულად შეეცვალა ამ საქმეს სულელობა. ჩვენ არა ვართ იურისტები, ჩვენი მოსაზრება ის არის, რაც იყო თავიდანვე, რომ ბატონი კოტე მორალური მხარდაჭერა, ადამიანური მხარდაჭერა გამოცხადებული ქონდა და ჩვენ დარწმუნებული ვიყავით იმაში, რაც მოხდა. მაგრამ ეს არის მაინც გამოძიების, იურისტების საკითხი არის და აი უძილაურის განცხადება და მისი ჩვენება უნდა გადამოწყვდეს და დარწმუნებული ვარ, გამოძიება ამ საკითხს დაკავდება. როდის იყო ეს კაცი, ახლა ნუ შევალთ ამაში, ეს არ არის ჩვენი სფერო, მithos პოლიტიკოსების სფერო ეს არ არის, მაგრამ სიმართლე უნდა დადგინდეს, მე დარწმუნებული ვარ სიმართლე დადგინდება და მე ვინც ეს წამოიწყო, ნუ ელემენტარულად შერცხოვა მაინც თუ ეს სამსუბუქად ვაყოფ. ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო, რომელსაც პრაქტიკულად თავდაყირა დააყენა ეს ძალიან უკვე სამწუხაროდ პოლიტიზირებული თემა. ეს პოლიტიზირებული თემა იყო და მე იმედი მაქვს, რომ ეს გამოძიება დასრულდება ისე, როგორც სამართლიანობას შეეფერება და უფალი უყურებს ამ ყველაფერს, ღმერთი მაღალია და შეიძლება ცოტა მოგვიანებით, მაგრამ სიმართლე დადგინდება და ყველას მიეზღობა თავისი. დამნაშავესაც უდანაშაულს გამართლება, დამნაშავეს დაიჯება და ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, დროის ამბავია და მივანდოთ გამოძიებას და სამართალდამცავ ორგანოებს. მე ორ სიტყვას დავამატებ თქვენს ნებართვით, ბატონო დავით. ბატონი კოტე არის ჩვენი უფროსი მეგობარი, ჩვენი შეიძლება ითქვას ოჯახის წევრი, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ და ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ ამაზე საუბარი რამოდენიმე კვირის წინ ამ სტუდიიდან, მაგრამ ასეთ ვისე მაინც თავს ვიკავებდით გარკვეული მიზეზების გამო და დღეს უკვე შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ მთავარი მოწმე უძილაური, რომელმაც განახორციელა ეს დიდი ბოროტება კაცის
მოკლა ადამიანის მოკლა. მან თქვა, რომ ეს მე გავაკეთე ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. სხვა არაფერ შუაში არ არის. და ის არის მთავარი ფიგურანტი აი ამ მთელი ამ საქმისა. ჩვენ დარწმუნებული ვართ ახლა მადლონა მიხეილმა დიპლომატიურად თქვა, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის შეთითქმული საქმე ყოველ შემთხვევაში იმათ წინააღმდეგ, ვინც ახლა ზის იქა, მე მხედველობაში მაქვს მიკაძე გიორგი და დათო მიკაძე და ასევე ერთი ადამიანი გვარი არ მახსენდება, რომელიც ასევე ზის აი მიკაძეების მეგობარი. მის მიმართაც ეს არის აშკარად ჩანს, თავიდანვე თქვით ჩვენ, რომ იურისტის კვალიფიკაცია არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ მიხვდა, რომ ეს საქმე არის შეთითქმული. მე ეს საქმე მაგონებს სხვათა შორის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებულ საქმეებს, როცა ყოველგვარ ზღვარი გადასული, უსამართლობა ხდებოდა ყველას თვალწინ. როგორ შეიძლება კაცს დააბრალო ადამიანის კვლელობა, მოკლა ჯერ ერთი და მერე წინასწარ განზრახული თანაც კვლელობა ორგანიზებული, რომელშიც ფიგურირებს ფული. 6 საათზე დღეს დავაანონსებ, გადაცემაში იქნება ბატონ თენგისთან ადვოკატი ირაკლი ზაქარიაშვილი. რომელიც ამაზე დავასრულებ შეიძლება, რომ დღეს ამაზე რა თქმა უნდა უფრო კვალიფიციურად ისაუბრებს ადვოკატი ბატონი ირაკლი ზაქარიაშვილი, მაგრამ მე უფრო გახსნილად მიტყვი, რომ ეს საქმე არის შეთითქმული საქმე და ეს საქმე როცა დამთავრდება სამართლიანად, მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ძალიან ესე საეჭვოდ იქცევა პროკურორის და გამოძიებაც. გამოძიების ხარე არის და მე მგონი პასუხისმგებელი იმაში, რაც ჩვენ თვალწინ გადაიშალა ახლა, ხო, სიმართლე ხო აშკარად ჩანს. მე არ ვიცი ადვოკატი და ესე იგი როცა რო ვიყო ასე იგი იმ მდგომარეობაში, რაშიც უმძიმეს მდგომარეობაში, მე გამოძიებას არ ვენდობოდი ნამდვილად. მე ასეთ განცხადებები არ ამგონია გაკეთებული იყო დაზარალებლების მხრიდან, მაგრამ გულში ვიცი, რომ ფიქრობენ ასე, რომ გამოძიების ხარეს და პროკურორს, რომელიც სიმართლე უნდა დაადგეს, გამოიძიოს ობიექტურად უნდა ეს საქმე, ისინი მე არ ვენდობი მაგალითად. ისინი წინასწარ განზრახულად რაღაცა მიზნიდან გამომდინარე, პოლიტიკური ალბათ მიზნიდან, სხვა მიზანი არ არსებობს, ამ საქმე შეთითქმეს და ამ საქმის მიყვანა უნდა ბოლომდე, მაგრამ ხერხემალში გადაწყდა გამოძიების ესე იგი ვერსია. უძილაურის ჩვენებიდან გამომდინარე, მან მისცა სასამართლოში. ამ ჩვენებიდან ცხადი ხდება, რომ გიორგი და დავით მიკაძეები პრინციპში, ანუ დანაშაულის შემადგენლობასთან არ არიან შეხებაში. ანუ არ ხო არსებობს ცნება დანაშაულის შემადგენლობა. კი, გასაგებია იქ მოკლულია ადამიანი, დაკავებულია კონკრეტული ეჭმიტანილი, მაგრამ ეს ადამიანები, ეს ძმები, ხო, გიორგი და დავითი. ასე ეს პასკუილის დონეზე ხო არ შეიძლება ვიღაცა შეიძლება ქონდა პირადი დაპირისპირება, პირობითად ვიძახი ვინმესთან და მოხდა ერთ-ერთი აღარ არის ამ ქვეყანაზე და როდესაც არის მყარი ალიბი და არ ქონდა საერთოდ შეხება და აბრალებდეს ვიღაცა, აი რაც მედიაში გავრცელდა, რომ აი გინდა თუ არა ეს დავით და გიორგი მიკაძეები არიან ამ საქმესთან შემხებლობაში. როცა საერთოდ არ არიან. ან გამონაშაულის შემადგენლობასთან კავშირში არ არიან. აი ამ ჩვენებით. ნუ ცხადია ყველაფერი. ნუ ამაზე იურისტები ისაუბრებენ და სწორედ აი მომდევნო ეთერში იქნება ადვოკატი ირაკლი ზაქარიაშვილი უფრო ცლად ისაუბრებს ამ თემაზე. მე მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმრები იყვნენ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის. თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი და გენერალური მდივანი თემურ ფიფია. ჩვენ შევხვდებით ტრადიციულად ზეკ 16 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის. Always.